რომ ცოდნო და რა ღვთაებრივი რეცეპტი მელოდა წინ, აუცილებლად 3 მაგ პორციას მოვამზადებდი. პირველ რიგში მოვამზადოთ ზეითუნის ზეთის პურები და დაველოდოთ აფუებას. ქათმის ფილე დავჭრათ სლაისებად და დაახლოებით 1 საათით მოვათავსოთ ზეითუნის ზეთის, მარილის, სოიოს соуსის, თაფლის მარინადში. ლიმონის წვენი არ დაგვაუწყდეს. გარეთ ძალიან ცხელადად ცომს, სულ რამდენიმე წუთი დაჭირდა ასაფუებლად. ასე გადავზელთ და კიდევ ერთხელ დაველოდებით აფუებას. გადავზილოთ მანანის ბურღულსა და ფქვილში. ხელის მარტივი მოძრაობით გავაბრტყელოთ, ნახევარს დავასხათ ზეითუნის ზეთი და გამოვაცხოთ. და დავიწყოთ ფილეს შეწყობა. ამ რეცეპტის განხორციელებაში მე იაკამოზი მეხმარება და რა თქმა უნდა, კაპარის დანახვისთანავე გადავწყვიტე მომემზადებინა საოცრად გემრიელი соуსი. კრემყველი, კაპარი, წითელი წიწაკა, ტარხუნა და ზეითუნის ზეთი მოვათავსოთ თასში. დავასხათ ლიმონი, სიტყვებით ვერ გამოვხატავ, იმდენად გემრიელია. გამომცხვარ პურზე წაუსვათ соуსი, მოვათავსოთ იაკამოზის ჰალაპენიო, რეჰანი, ხახვი და სლაისებად დაჭრილი პომიდორის, რა თქმა უნდა, ქათა. იმდენად გემრიელია, აუცილებლად უნდა მოვამზადოთ.